ბორჯღალოსნები 1-1000-ის მფლობელები არიან. 15-9 ამ ანგარიში დასრულდა ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე რთული მატჩი სოჩის მეტრეველი სახელობის სტადიონზე. 2 ლელო და 1 საჯარემო გამარჯვების მომტანი გახდა. ქართულ ბორჯღალოსნებს ურთულეს მეტეოროლოგიურ პირობებში უწევდათ ასპარეზობა. სოჩი წვიმდა. გამარჯვებული ბორჯღალოსნები და მე-13 დამარცხებული დათვები. ლევან ჩხაიძეგი ამბობთ. ბრძოლა თავგანწირვა და მაღალი ოსტატობა. სწორედ ეს თვისებები გამოავლინა დღეს საქართველოს ნაკრებმა რუსეთთან ბოლო წუთებში და ამის ხარჯზე ბორჯღალოსნებმა მოიპოვეს მე-13 გამარჯვება. 15 თამაში 13 მოგება, 1 ფრე და 1 მარცხი. ასეთი არის ამ გუნდებს შორის დააპირისპირების სტატისტიკური მონაცემები საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ. თამაში იყო ძალიან მძიმე იმის მიზეზით, რომ მთელი დღის განმავლობაში სოჩში იყო კოკისპირული წვიმა, მოედანი დამძიმდა და სპორტსმენებს უჭირდათ როგორც თავისი საუკეთესო ტექნიკური თვისებების გამოვლენა, ასევე სწრაფად გადაადგილება, თუმცა ამის მიუხედავად საქართველოს ნაკრებმა გაახარა ის გულშემატკივარი, რომელიც ქალაქ სოჩში მოვიდა და ამინდის მიუხედავად ერთგულად ამხნევებდა ბორჯღალოსნებს. საქართველოს ნაკრების ეს გამარჯვება იყო ყველა თომაგისთვის და თითოეული ქართველისთვის. ამას ამბობდნენ სპორტსმენები, რომლებმაც დღეს ძალიან დიდი სიხარული მოუტანეს საქართველოს. ასე აღნიშნა საქართველოს ნაკრებმა გამარჯვება ქალაქ სოჩში. ქართულმა ბორჯღალოსნებმა რუსეთის ნაკრებს 15-დან მე-13 თამაში მოუგეს. ქართულ-რუსულ დაპირისპირებაში გადამწყვეტი ეს ეპიზოდი აღმოჩნდა. თამაშის ბოლო წუთზე მოგებული აუტის შემდეგ ბორჯღალოსნებმა გუნდური ლელო გაიტანეს, რამაც მეტოქეს თამაშის გადარჩენის ყველა შანსი მოუსპო. გადამწყვეტი ალბათ ისევე ჩვენი სიყვარული, ჩვენი ერთობა. მერწმუნეთ ჩვენ დიდი გუნდი შეიძლება არა ვართ, მაგრამ სწორედ ეს გვაგობინებს, რომ ჩვენ ერთ აზრზე ვართ, გვიყვარს ჩვენი ქვეყანა. ულოცავთ ეს საქართველოს ყოფილი ჩვენი მიწაა და რავი რა, მოგვეხმარა ეს ყველაფერი და რავი გაიხარეთ ხალხო რა. ამ ლელომდე ანგარიში 10-9 იყო. რუსები პროვოკაციის მოწყობა შეეცადნენ, რითაც საქართველოს ნაკრების უმცირესობაში დატოვება სურდათ, მაგრამ ფრანგმა არბიტრმა სიტუაცია სწორად შეაფასა. ბორჯღალოსნებთან ერთად თავგანწირვა ქართველმა ქომაგებმაც გამოიჩინეს. ისინი ამინდის მიუხედავად სლავა მეტრეველი სახელობის სტადიონზე შეიკრიბნენ და მთელი მატჩის განმავლობაში ქართველებს ამხნევებდნენ. თამაში საკმაოდ დაძაბული გამოდგა. ბორჯღალოსნებისთვის მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი არა მეტოქი, არამედ ამინდი გახდა. ქალაქ სოჩში მთელი დღე კოკისპირულად წვიმდა, რამაც მოედანი დაამძიმა და ქართველებს სწრაფი და ტექნიკური თამაშის საშუალება არ მისცა. ყველაფრის მიუხედავად ქართულმა ბორჯღალოსნებმა რუსეთის ნაკრები ანგარიშით 15-9 დაამარცხეს. მართლა მაგრა შემოვასწრე რა, მაგრამ ჩემი აზრით აი ესეთი მოგებაჯობია, ესეთი დაძაბული მოგებაჯობია. ამ მოედანზე, ესეთ გრუნდზე, ესეთი იმით, თქვენ ერთი რამე უნდა გაიგოთ, რომ მთელი ჩვენი უპირატესობა კლასში აი ამ მოედანმა და ბურთმა დაიყვანა მინიმუმამდე. მაგრამ ხასიათით მოვიგეთ ისევ ამბიჭების გმირობით. მატჩის ბოლოს იყო ტრადიციული დერეფანი, რომელშიც უკვე მე-13 საქართველოს ნაკრების წევრებმა გამარჯვებულის რანგში გაიარეს. ბორჯღალოსნები თბილისში დღესვე დაბრუნდებიან. მე კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო ქართული სპორტისა და რაგბის გულშემატკივარს. ეს წარმატება საქართველოს ნაკრებმა 15-9 ქალაქ სოჩის სლავა მეტრეველი სახელობის სტადიონზე დაამარცხა დამაჯერებლად რუსეთის ეროვნული ნაკრები. ბორჯღალოსნები სამშობლოში დაბრუნდებიან ზუსტად 1 საათში და იმედი მაქვს, რომ მას ქართველი გულშემატკივარი მოუწყობს ისეთ დახვედრას, როგორი თამაში დღეს საქართველოს ნაკრებმა ქალაქ სოჩში აჩვენა. ეს ყოლევან ჩხაიძე სოჩი